ნიკა, შენ კიდე სულ მობილურზე როგორ უნდა თამაშობდი, ა? ბიძი აქ პირდები ხვალიდან მობილურით აღარ ვითამაშებ. ვა, ესე იგი ჩემ მამდებმა ლაპარაკმა გამოიღო, ხო შედეგი? არა, რეზო მითხრა FIFA 2012-ის დისკი ისოვე და ჩემ PlayStation-ს გათხოვებო. მომეყიდი დისკს. გიყიდი თუ რა თქმა უნდა, კარგად მოიქცევი, კარგად ისწავლი და ცეკვის მასწავლებელი თუ შეგაქებს. აუ, ესე იგი ისევ ჩემით უნდა შევაგროვო. დილამ შვიდობის. ვაშა, საუზმეს ამზადებ? რას აკეთებ? რას ვაკეთებ და რას ვაკეთებ თეკლა და რას და მოდი აკეთ ჩიჟიპიჟის მაინც მოვასწარე მეც მოგეხმარები, კარტოფილს გავთლი. ვიცი კარტოფილის გათლა. მოიცა ჩიჟიპიჟი რომელია? არ მინდა არა საჭმლის გაკეთებაში დახმარება არ მინდა თეკლა. მიდი შენ აი ჭურჭელი გარეცხე. კარგი იყოს დაანებე თავი, არ მინდა მაგასაც მე გავაკეთე. კარგი. აბა მე რა გავაკეთო? თქვენ კარგეთ თავად ისასულო თქვენ საქმე რა თქვენი საქმე. კარგად უთხარი მომეწონა. ერთი სიტყვა არ მქონდეს დარჩენილი, მოვიდოდი და თავზე მოგეფერებოდი. სხვათა შორის მე კულინარიის წიგნი ვიყიდე და დღეს პირველად უნდა გავაკეთო საჭმელი. თეკლა, თუ მაინც გინდა რომ მომეხმარო აი ეს დრაკონებთან მებრძოლი წაიყვანე სკოლაში, კარგი? კარგი. ნიკა დღეს თეკლა წაგიყვან სკოლაში. კარგი რა ბიძია რა, საჭმელს და ჭურჭელს თეკლას არ ანდობ და მე გამიმეტე? თეკლა, ზეთი ხო არის სადევს? ზეთი, როგორ არა, კარადაში. ზეთი არა, ამ კარადაში არა. არა, აი აქ იქნება ზეთი. თუ ის იყოს, იქ იყოს. თეკლა დაანებე თავი თეკლა, დაანებე. შენ რძე დაუსხი ნიკას, ხო? კარგი. სადებს ხოლმე ელენე ამ ზეთს, ნიკა, მომეცი ერთ ტელეფონი შენ დაურეკო ელენეს და ვკითხო. აუ, თქვენ ხომ არ მაცლით რა არაფერს. ვა აი მომკლეს. სიცოცხლე უნდა ამიღო და ზეთი ავიღო. აი ნიკა. ნიკა, შენ თუ ახლა ამ რძეს ბოლომდე დალევ, რაც გინდა მთხოვე ყველაფერს შეგისრულებ. PlayStation მიყიდე. რავი, თუ კიდე უდალე. აი მომეწონა. რას აკეთებ? ვაშა, ზეთის დასმას ვწავლობ რა. ზეთის.
მე ხვალდაზე არ ვიქნები და არინდენვილოთ ჩემზე. ეს უკაცრავად მაზეგ ხომ მობრძანდი? კი, მაზე გაუცილებლად. დიახ, კარგი. რამე ხوار წამოგიღოთ. არა, არ მინდა. ნახე თქვენი რეკორდი მოხსენი. ვა, ოჩა. აი შენ ეს $2. დღეს ჩაუждები და ხვალ შეიძლება ისევ დაბრუნება მოგიწევ. აკი ხოლმე მოვალო. ვა, რა კაი მიხსიერება გქონია. ეს ცირისთვის მინდა. დისკის ფულს ვაგროვ. მე შემოდით და ერთად ვითამაშოთ ბელბურთი. კარგი, ხვალამდე აბა. აკი ხოლმე მოვალო. აი ამას მე ესე ადგები და აი ესე დაასხავ. გაიგე? ხო. კი. კარგი. ხო. და ვაშა. ხო. და რა უნდა ვქნათ ახლა? რა უნდა ქნა და გადაასხი. რატო? ოჰ, კარგად რომ დაასხი ზეთი იმიტომ. ვიღე ახლა სადარია ეცები. ხანსადარი რა შეიძლება სულებ და იგივე რაღაცას ვეძებდი კაც. რატო დავდებდი ახლა? ბაბუ რას აკეთებ რა არის? რას ვაკეთებ ბაბუ და ჩიტებს ვისვრი. რა ჩიტებს ისვრი კაცო, ჩემი აიფონია იქ ბაბუ. რა რაღაც რა და აიფონი, ჩემი აიფონია მეთქი. ძალიან მომწონს ბაბუ ეს მე. ეს მე მექნება შენი სიმბარათი შენ ტელეფონში ჩამდე? შენ აი ეს. რა, ბაბუ ეს რანაირი ტელეფონია რა არის ეს როგორ მარტო ბაბუ ძალიან კარგი ტელეფონია რა გინდა? კარგი ბაბუ ამეთი სად ვიარო, სად გამოვაჩინო? მოიცა რა. ახლა რიანი იჭედება, მაგრამ არა უშავ შენ ახალგაზრდა. და ჭედა. ხარ მაგას სნეიკი აქვს, კარგი თამაშია. რა სნეიკი ბაბუ ამეთი სად ვიარო, ეს არ გამოგიჟე ხა. სად გამოვაჩინო ეს ტელეფონი მითხარიო? რატო ახლა ვისე პრანჭები რო არ გამოაჩინა? აჰა, დაიწყო ისე ვისე პრანჭები. ვიცოდი რომ მაგას მეტყოდი. არავისაც არ ვეპრანჭები, ბაბუ, რა გინდა? არავის არ ვეპრანჭები. ხო, კაი, გოგოებს მეტი რა არის? ნახე ვინმე, კაი გოგო, გაიცანი. წაიყვანე სადმე. ყველაფერში მე უნდა მოგეხმარო, რა არის ეს? კარგი რა ბაბუ, რა ვინ უნდა გავიცნო, ძლივს მოვირჩინე ეს თვალისედაც. კიდე ეგ მინდა ეხლა კაცო, რომანები თავი ერთი. შენ თუ გინდა მაშინ მე სხვა გოგოს გაგაცნობ. ხო. ალბათ კარგი გოგოა, მხიარული, წითელი ლოყებია, გაშლილი თმა ექნება და რა ვიცი, აბა ხო. რა ვიცი, ბოლოს რომ ნახე 20 წლის წინ. კარგი იყო ესეთი. მე შეიცვლებოდა ალბათ. კარგი ხო, კარგი. ბაბუ შენ იმაზეც ეგრე მეუბნებოდი მარიზე. და კარგი გოგოაო, გაგაცნობო და მე რა ვიცი ბაბუ, ახლა ბები ამისი ძალიან ლამაზი ქალი იყო, მეგონა ისიც ისეთ გამოვიდოდა, მაგრამ მე შეთვის ვყავს კარგი გოგო. არ მინდა ბაბუ, არავის გაცნობა არ მინდა, შეგიძლია გაიგო. რატო ბიჭო, გაიცანი, იქნება მოგეწონოს. რო არ მომეწონოს? რო არ მოგეწონოს, ნახე მეორეჯერ, კიდე თუ არ მოგეწონოს, ნახე მესამეჯერ და მე შეეჩვევით რაღაცა იქნება. რას ქვია შევეჩვევი ბაბუ, ნუ გამაგიჟე, რას ქვია შევეჩვევი? ბაბუ, მისმინე ბაბუ გერაცვალე, მეც ესე შევეჩვიე ბაბუ და ისე მოიყვანე ბებია შენი, აბა? აუ ვიცი ბაბუ, რა ეხა არ დამიწყო გეხოცები რა, რაღაც ბარნაულში ვიყავი 39 და 3 მქონდა სიცხე, ვიცი ეგ ისტორია თავიდან ბოლომდე. ხო, ეგრე იყო ბაბუ და ისე მომწონდა ჩემი მეუღლესაც, ისეთი ლამაზი თითები ქონდა. ისეთი ლამაზი თხელი, ლამაზი თითები, აბა? მოსწრებოდა მაინც ამ სენსორულ ეკრანებს. რა არის? მე მორი გათავდა ხო ამის ამბავი? არაფერი SMS-ი მოგივიდა ბაბუ რა. მე ნახე არ ვიცი მე ამის SMS-ი. ხო, მომეცი ხო. ბაბუ. რა? დღეს არ მსალია ვერ გნახავ სვეტა. ბაბუ.
მაგას კიდე არასდროს არ სალია და ვერ გავიგე რა ხდება. რა იყო ბაბუ მესიჯობ? ეს რა ახალი საათია. არ არის ახალი ძველია. ძველია? მეც მაქვს ძველი საათი ბაბუ. საბჭოთა კავშირის დროს 72-ში ვიყიდე ლენინგრადში. თუ კიდე ეს საათი მე და ის საათი არ მინდა ბაბუ, არ მინდა გამანებე თავი, არ მინდა რა, არ მინდა, არ ჩენი ძველი საათი მინდა. ეს iPhone-ი ჩენი იყოს. არც ეს კარაქენი პურები არ მინდა, აქ რო დაგიჯარის კაცებია და. აი მასო, არ მინდა არაფერი. იმიტომ არ მინდა და საერთოდ აქეთ ვარ. ვა. საერთოდ ბაბუ დაიმახსოვრე, შენ რო ვიღაც გოგოებს მირიგებ და მაცნობ, არავის არ შეხვდები. მორჩა, გათავ და წავედი ახლა, მაგვიანდება ალბათ გვიან მოვალ. ან ადრე მოვალ, ან არ მოვალ, ან ადრე მოვალ, ან გვიან მოვალ, ან არ ვიცი რა ბაბუ, წავედი რა მოკლედ. ალო, შალვა. არაფრით არ შვება რა ვქნა არ ვიცი, მაგრამ რამეს მოვახერხებ. ეხლა მისმინე თუ შენი შვილიშვილს ძალიან უნდა ამასთან შეხვედრა, დღესვე მოვახერხოთ ეს ამბავი. კარგი? გადმოგირე, გავ. ხო. აი თქვენ ყავა ბატონო პროფესორო. რა შემიკვეთია? ეს ჩემგან საჩუქრად. დიდი მადლობა. დავალევინე ფილმს. სოსო მხრები აიჩეჩა. იგი გაოცებული იყო. კიდევ არ მორჩი ამ დიდუბელი სოსოს წერას? კი, ახალი დავიწყე. რა ქვია? დიდუბელი სოსო 2. პირველი რო გამო მე ხალხში მოთხოვნა გაჩნდება და მე ვეღარ მოვახცე ფახლის დაწერას და რა სიტყვი ხო მაგარი რამე მოვიფიქრე. აი მესამეს რო დაიწყებ მე რეგეთ. ისე პროფესორ, რამე ისტორია ხო არ გახსენდებათ რომ მომიყვეთ და მე დავწერა ჩემებურად. ფიზიკაზე გინდა? ფიზიკაზე არა, ფიზიკაზე რაღაც უცნაური გამოვიდა. იყოს მეც მოვიფიქრე. ისე ის რაღაც აგვიანებს დღეს. აქამდე უკვე მოსული უნდა ყოფილიყო. კარების საკეტი გამოცვალე ჩემი და თელი დღე ვერ მიხვდება სახლში ვარ თუ არა. მუკა! საკეტი გამოცვალე ხა? ეს ჩემნაირი საკეტი დაგიყენებია და მივხვდი რომ არ იქნებოდი სახლში. და არის დიდუბელი სოსო 2? აუ, რა მაგარია, ეცა. გეხვეწები ახლა არ დაიწყო. რა მაგარი არ დაიწყო, გეხვეწები, მუშაობ მაცად. კაი, ხმას არ ამოვიღებ საერთოდ. იქ რეზერვში იცი რამ კაცრი წესები ქონდათ? საერთოდ აღარ ვლაპარაკობ ვერს. აუ, წარმოიდგინე თავიდან რომ ჩავედი. აუ, გეხვეწები, ბატონო პროფესორი, იქნებ ველაპარაკოთ, რომ გაჩუმდეს ცოტა ხანი, რა მუშაობ. ფიზიკა იცი? რა? აი, რამდენიც გინდა ილაპარაკე ახლა. Wonder how, I wonder why. Yesterday you told me about the sky. ნუცა არ მოგვეზდა ეს ყველაფერი. შენ თვითონ არ მოგვეზდა ეს? ნუცა არ მოგვეზდა ეს ყველაფერი? რა მაგარია, რა მაგრა მითხრა. ერთ წამს ჩავიწე. გინდა კიდე გეტყვი? არა, არ მინდა. როცა მოგინდება მე დამირეკე ტელეფონზე და იქ მითხარი. რატომ მირეკო? ხა მითხარი, თუ რამის თქმა მოგინდება, დამირეკე და მითხარი. ბატონო პროფესორ, გაგიკვირდება და X გრავიტაცია. ავთო. ნუცა, ნახე რა კაი რაღაც წერი ამ გაზეთში რა საინტერესოა. ხო. რა არის? მადლობა. შვაში ნახე, შვაში გაშა. ეს? ო, ეგაი. მაღლა აწიეს ცოტა, მაღლა.
კიდე აქით მოატრიალე? ო, კაია. გაგიკვირდება და იქს. X გრავიტაცია 15 წამით გვიან დაფიქსირდა. შევამოწმოთ. წამზომი წამოიღე? აუ, წამზომის სუმა ვიწყდება რა. გუგა, წამზომიანი საათი გააქვს? უფ, როგორ არ მოხდეს. ვასო, ჩვენ ექსპერიმენტს ვიწყებთ და რო რამე იყოს საავაριო გასასვლელი ხომ გააქვს? დიახ, პროფესორი. აი, იქიდან. აი, დაიმახსოვრეთ. დიახ, ბატონო პროფესორი. აბაუთო, ჩართე წამზომი. ჩავრთე ბატონო პროფესორი. რა საინტერესოა, მართლა ყველაფერი უნდა იყიდოს ახლა ამ კაცმა? ხო. აკენ, შენ გეკითხები. შენ გეკითხება. აუ, გატეხე? აუ, გატეხა, საათი გატეხა. რა ქანა რა? კაი, აუ, გატეხა. წავიდეთ და ვიყიდოთ ახლა. რამდენი ხანი ველოდები? აქ ვერ იყიდი ამ ახალს. აუ, მე და პეტომ გამოვიწერეთ და მარტო ჩვენ გვაქვს ესეთები. აუ, რა ქანა რა? კიდევ გაიგ გრავიტაციამ დააგვიანა, თუ რა სულ დაილეწებოდა იქ საათი. წავედი რა მე. მიყურე ახლა. ჩვენ არ გიყურებს. მადლობა. მადლობთ. მე მგონი საათი გავტეხე ბატონო პროფესორი. არა უშო, საიყავა დალია. დიახ ბატონო. ეს როგორ ვერ უნდა დავხურო რა? ნიკა! ბატონო. ნიკა, ჩემი მობილური ხო არ გინახავს? რა კარგი იყო ბარდნალელების ვარდებიანი ბარდნარი ბულბულთან ამბორანი ჩემი ხორგო და მარანი ჩემი ცეცხლი და ხადარი ბაზანაში დავდებითო? სახლის წინ ნაგრი გალარი გაფიცრებული ჭადარი ჩემი კავი და სახნისი, ჩემი თონე და ბეღელი, დადედადია სახნისი ჯანღონე გაუტეხელი, ჩემი პაწია ქოთანი, დუღილით ნაქოთ ქოთანი. რა კარგი იყო ბარდნალა, როგორი საფაყვანები, ვარდებიანი ბარდნალი. ვარდებიანი ბარდნარი და გუმარეში სყანები თოხი პირ გამოპირული გაციებული ბინული გახსოვს ტყეები კარგი რა ლაშაბიძე მან ხო ნახე შენც კიდე რა დაგე რას დამარბეინებ ხოლმე აქ ეტიკით რა მე რას დამიხარ მომისმინე რას გეუბნებოდა ის თავადის ასული სად გამომყევიო? ეხლა მაღაზიაში გამომყევიო. მე რატომ რაღაცები ამომატანიო. პოატ ფეხები ამტკივი და მე კიდე თვითონ წავიდა. კარგია. მიდი შენ კარი გააღე. აუ ბიძია ფეხები მტკივა და შენ მიდი ეხლა გააღე, რა ფეხები აქ ტკივდა. აუ ჯერ არ უნდა მეთქვა რა. ნიკა, გამარჯობა ბაბა. გამარჯობა კოტე ბაბა. გამარჯობა. ლაშა არ არის სახში? მე რამდენად
იძლება უკვე ესე. დამძან. სილაშა თმები რო არა გაქვს. ვერცნობ ვერა. არა მაქვს, მე ვარ. არა, ისე ის პროფესორმა რა, რამე არა აქვს ისეთი რომ დააგასხას თავზე დამოვიდეს თმები? კარგით რა კოტებაბუ არა, კარგი, ჩემი გაჭირვება მაგ კიდე მინდა. კარგი იყო, მე მომეწონა. წადი შენ იმეცადინე, წადი. ვიმეცაინო თორე ახლა მეს ჩაღვა ბულბულებ. ლაშა. ხო, ლაშა შენთან საქმე მაქვს? საქმე გაქვს ჩემთან, ხო? თუ მიცანით გისმენ. ხო. ერთი კარგი გოგო შევარჩიე და კოტებაბუ, არა ლაშა, არასწორად გამიგე. პატასთვის შევარჩიე. პატასთვის, ხო? როგორ არასწორად გამიგია? ხო და დღეს მინდა ეს გოგო და პატა შევახედო ერთმანეთს და შენ უნდა დამეხმარო. კი, კოტებაბუა, რა პრობლემაა? უბრალოდ ახლა თეკლა მაღაზიაშია ჩასული, ამოვა და შევახვედროთ. არა ლაშა, არასწორად გამიგე ისე. ეს სხვა გოგოა. სხვა, მერე? და ვითომ შენახვედრე პატას და ამ გოგოს ერთად. ანუ ესე იგი მე და ეს გოგო მოვალთ ვითომ შემთხვევით თქვენთან და ისე არასწორად გაიგე. ისე? აქ უნდა შევახვედროთ, აქ. ახლა მე რაღაცის კითხვა მინდა, მაგრამ მე მეტყვით ისე არასწორად გაიგეო და ამიტომ დაგამთავრებინებთ გისმენთ, აბა კოტებო. მოკლედ, პატა გაგიჟებულია. რა ვიცი, მე შენ შერჩეულ გოგოს არ შევხედავ. რას ლაბა, გაგიჟებულია. და ვიფიქრე ლაშა დამეხმარება მეთქი. აიგე? რა ვიცი, აბა კოტებაბუ ახლა, აბა რა ვიცი. როგორ რა იცი, გასო, შენ უნდა დამეხმარო, გაიგე? შენ უნდა მიშველო რამეში და ეს მობილური შენია. ახლა თქვენ გამიგეთ არასწორად კოტებაბუა. აბა ახლა აიფონი. კოტებაბუა საჭირო არ იყო, მაგრამ რადგან არიშლით? გავაკეთებთ ხო ლაშაბიძე ამ საქმეს? დადე ეგ ტელეფონი. დადე. მიდი შენ ის ბარდნალა თუ ბარდნალელები ისწავლე, მიდი. რა ვიცი აბა კოტებაბუა. თქვენ გინდათ რომ აქ შევახვედროთ, ხო? კი ბატონო, მაგრამ ერთი პრობლემაა. თეკლა თუ აქ იქნება ეგ საქმე არ გამოვა. თეკლა თუ იქნება არ გამოვა. თქვენთან რომ შევიყვანოთ თეკლა? არ გამოვა, იმიტომ რომ პატას მე აქ რა გამოიყვანს. ხო, აქ რა გამოიყვანს. გუგასთან რომ შევიყვანოთ თეკლა? მაგრამ გუგასთან ნუცა იქნება და ნუცა იმდეს გააკეთებს, თეკლა ისევ აქ შემოვა. თეკლა ისევ აქ შემოვა. ხო. ნუცასთან რომ ჩავიყვანოთ თეკლა, არა, ნუცა სულ გუგასთან არის და აზრი არ აქვს. აზრი არ აქვს. ფიზიკოსთან? ხო. არა. ხო, არა. რა? თეკლა არ იქნება სახლში. რა? მე წავიყვან ცეკვაზე. მოიცა, როგორ წაიყვან ცეკვაზე? დღეს ხო არა გაქვს შენ ცეკვა? არც გუშინ მქონდა მასე. მადლობთ. სწორად გაგიგოთ იმან? მე მგონი სწორად. კოტებაბუ. კაღე, კოტებაბუ, კარი რა გწის რას? რამ ხელახმაზე უსმენს ხოლმე ამ ბიონსეს რა, აღარ შემიძლია. ბაბუ. არა, უნდა დაურეკო, თორე აზრი არ აქვს, რას გაიგებს ახლა ეს თუ ჩართო მე? თეკლა. გამარჯობა პაატა. როგორ ახლა? კარგი. რა, არ გელოდებოდი, თორე რომ ვიცოდი მოხვიდლი სხვანაირად დაგხვდებოდი. რანაირად? რანაირად და ეს.
პატა, ეს რა მობილურია? შენი სანაკებო iPhone-ი სად არის? ჩემი სანაკებო iPhone-ი სად არის თეკლა და კოტებაბუს ვაჩუქე. რა ტიპი ვარ წარმოიდგინე რა. რა ტიპი და წარმოიდგინე რომ ჩემი საყვარელი სანაკებო iPhone-ი ვაჩუქე კოტებაბუს და ჩემი გულისწორს როგორ გავანებიურებ თეკლა წარმოიდგინე. აი რა ტიპი ვარ წარმოიდგინე. წარმოვიდგინე პატა შევავმე ხო? მოიცა თეკლა მოიცა სად გეჩქარება ცოტა ვილაპარაკოთ ვისაუბროთ რა თეკლა რა. კარგი, აი რაზე ვისაუბროთ? რაზე და რა ხდება შენსკენ? არაფერი, სიმშვიდეა. სიმშვიდე. აი, ჩემ გულში კი არ არის სიმშვიდე თეკლა. ხო, კარგი პატა, მეჩქარება, მე დაღლილი ვარ თან. დაღლილი. აი, მეც დაღლილი ვარ მარტოობით თეკლა. კარგი პატა, წყალი მაქვს დადგმული. ცხოვრებაში პირველად უნდა გავაკეთო ჩახოხბილი. ჩახოხბილი. აი, ეხლა ამაზე რა გითხრა არ ვიცი. ძალიან კარგი, რო არიცი მე წავალ. მოიცა თეკლა, აი გამახსენდა ერთი შეკითხვა გამახსენდა. რა ხდება თეკლა სამსახურში აღარ დადიხარ? რა ხდება თეკლა, ჰა? არა, წამოვედი, რამე სხვა უნდა მოვძებნო. აი, მაგარია ხო და მოდი ერთად ვისეირნოთ თეკლა, გავისეირნოთ, ვისაუბროთ, ვილაპარაკოთ, ჰა? გამარჯობა. ანუ კი. გამარჯობა. ნუცა. პატა, ეხლა შენ და ნუცა მისაუბრეთ და მე შევალ სახლში მეჩქარება, კარგი. რა ტიპი ხარ, ნუცა, რა ტიპი ხარ? რა და მოხვედი ახლა ძლივს როგორც იქნა, ვერ დაინახე ვაბავდი აქ სიყვარულის ქსელებს, შენ კიდე გაიარე ჩამიწყვიტე ამდენი ნაწოლები. ამდენი ხანი ამ ვაბავ რაღაცებს სიყვარულის რა გინდა, რატომ მოხვედი, რა გინდა? რატომ მოვედი და ის გუგამთხოვა რომ ამოდიო. გაჩერდი. შენ თუ გუგამთხოვა ეხლა აქ ამოდიო, მაშინ მე თეკლა მეხვეწება, წამოდი სადმე შემხვდიო. კარგი, გაჩერდი, კარგი რა. კარგი. რა არის რა? რა იყო რა? რა იყო? აბა. მანახე. რა. გინდა რომ თეკლა მართლა შეგხვდა ეს? რას ქვია მართლა, როგორ არ მინდა რა? შენ რა მართლა შეგიძლია? შემიძლია კი. ძალიან კარგი. ხო, ესე იგი 2 სუფრის კოვზი მარილი. სუფრის კოვზი. რომელია სუფრის კოვზი? 2 კოვზი. ხო. ნიკა, იმეცადინე. მეცადინეო. რანაირად მეცადინეო, წიგნები აგდევს. საზაპიროებს ვიმეორებ. ნიკა, ჩქარა ჩამოდი და იმეცადინე. თეკლა. ხო. გინდა 2 სურვილი შეგისრულო. კი? მაშინ შენ ერთი შემისრულე. არა, იმ რაღაც დისკს ვერ გიყიდი, ნიკა. მიდი ჩქარა იმეცადინე. თეკლა, როგორ უნდა ვიმეცადინო? ცეკვაზე ვარ წასვლელი. სხვათა შორის შენ უნდა წამიყვანო. მატყუებ, ხო? არ გაქვს დღეს ცეკვა. არა, ეგ გუშინ მოგატყვე, გუშინ არ მქონდა. აი, სამეცადინო რო არ მქონდეს, გავაღებდი. ოხ, ნიკა. მიდი იმეცადინე ჩქარა. ნუცა, გამარჯობა, გუგა აქ არ არის. არა, სხვა რაღაცაზე ვარ მოსული. ვა, ეგ როგორ მოხდა? გაიმეცადინე შენ. შემოდი ნუცა. დიდი მადლობა, რა საჭირო იყო ნამსხვარი. არა, ეს ისა გუგასთან გავდივარ და იმას უნდა წავუყო. გაგიყოფთ თუ გინდათ. გვინდა. კარგი, აბა ნუცა, რისთვის შემოგვირბინე? ხო, რა მაინტერესებს იცი? ხო არ გაცდენ? არა, ჩახოხბილს ვაკეთებ და და მოგწონს ჩახოხბილის კეთება? ჯერ არ ვიცი, პირველად ვაკეთებ. აჰა. და ბიჭები როგორი მოგწონს? ეხლა პირველად არ არა, ნუცა ვერ გავიგე, აბა მითხარი რა გინდა? არა, ბიჭები როგორი მოწონს თქო, რავი, ესეთი, ისეთი, რა ვიცი. რა ვიცი, მაღალი, ცისფერ თვალება, ქერა, ათლეტური აღნაგობის, რა ვიცი. თეკლა, ის ბაბუას შვილიშვილი, პატა. ხო.
ეგ ხო მაღალია. ხო, ალბათ მაღალია. ხო, თან ვიცი რა კაი ბიჭია და ის აი ძალიან ბევრი კარგი თვისება აქვს. მაგალითად? მაგალითად? აი გუგას კარის მეზობელია. კარგი უცა. მაღალია და გუგას მეზობელია. კარის. ხო, კარის. მერე? რა ვიცი, ვიფიქრე, ხوار შეხვდება თქო. დღეს თქო. პაატას თქო. აი, მაღალი როა. უცა, რატო უნდა შევხვდე პაატას? აუ, აი, ძალიან გთხოვ რა შეხვდი და მე თუ გინდა მთხოვე, გუგას შეხვდიო. უცა, ან მაცადე ჩახოხბილის გაკეთება. ხო, პირველად. ხო, ან ნორმალურად ამიხსენი. რა ხდება? ხო. რა გემრიელი გუგას ნამცხვარია ეს. იკა. აი, ესე იგი, გუგას გაუტყდა საათი. ხო, ისე. ესე იგი 15-20 წუთი ვადუღოთ. კარგი. ნუცა, მე მართლა დაგეხმარებოდი, უბრალოდ ნიკა მყავს ცეკვაზე წასაყვანი და რა ვქნა აბა. 1 წუთით ნიკა შენ ჩაალაგე და წავიდეთ. ნუცა. ხო, არა ხო. ცეკვაზე ყავხარ წასაყვანი და ნუცა. გინდა არ მქონდეს დღეს ცეკვა. რა? მართლა? ეს გემრიელი გუგას ნამცხვარი. აი საათი იყო. არა უშავს. თავარი გრძნობა და არა დრო. ნარი ახლა მიცა თუა? თეკლა? აი მე რა კარგი გოგო ვარ. რა თვალები აქვს? რა ნაკვთები აქვს? თმები? ო რა არის ცოტა რაღაცა მაინც მომემზადებინა ეხ პაატა ესე უცბად რა გავაკეთო ხა. არა ეს არ გინდა რა ვქნა ესე უცბად ეხლა. რა გავაკეთო კაცო. ეხლავე თეკლა ეხლავე რა თვალები რა ნაკვთები რა თმები აუ. უაღრესად დამსახურებულ და ცნობილ საზოგადო მოღვაწეს ბ.ნ. ნიკო ნიკოლაძეს წრფელი გული თარგმნელისაგან ასეთი წარმოუდგენ. ვა, თეკლა. მოდი თეკლა შემოდი. ხო, პაატა, აი რომ გითხარი, მაშინ მე ვილაპარაკოთ თქო? ეხლა ვილაპარაკოთ. მოლედი. რანაირი საკეტია გამაგიჟე თეკლა აღარ შეიძლება დღეში სამჯერ საკეტი გიბუჭდებოდა და თავიდან აკეთებდა მერე კაცო. შეიძლება ეგეთი რაღაცა. თავზანდი თეკლა. თაკ. თეკლა, სადაც გენებოს აიგ დაბზანდი. თავი ისე იგზენი თეკლა, როგორც საკუთარ სახლში. კი, მარტო ეხლა კი არა, საერთოდ ეგრე იგზენი თავი. ხო, საერთოდ ეგრე იგზენი. კარგი, ვიგრძნო პაატა. კარგი. კარგი, აბა, რაზე ვისაუბროთ, პაატა? რაზე ვისაუბროთ და ის გითხარი ხო ალბათ რა ქვია როგორ ახარ აშვები მეთქი და სევდიანიო და სევდიანი მეთქი როგორ ხო კარგად გამომივიდა ხო ისე ძალიან კარგი ხო რა ქენი თეკლა გაკეთე ჩახოხბილი? კი, გავაკეთე. გააკეთე? ხო, კარგი გამოვიდა? საკმაოდ. აი, იმიტომ რომ გამორჩეული ხარ, თეკლა, გამორჩეული, ყველასგან გამორჩეული და იმიტომ გამოგარჩიე, თეკლა ხვდები? ხო, ძალიან კარგი.
შენ არ იცი თეკლა ამ სამზარეულოში როგორი ჩახოხბილი გამოდის. ხო. აბა იცი რა კარგი ჩახოხბილი გამოდის. აი ესე აი დადექი ხოლმე აი როცა იქნები წარმოიდგინე მთელი სამზარეულო შენ იქნება დაგითხოვ და იდექი და გააკეთე რამდენი ხანიც კი ნამდვილი ხანი გააკეთე ჩახოხბილი. სანამ არ მოგბეზდება თეკლა იდექი და ხოხბე და ხოხბე. თელი დღე ხოხბე და ხოხბე. თელი დღე ხოხბე. კარგი, ხო. ესე როგორ ჯერ წყალი დაადგი, ხო ალბათ? ჯერ წყალი დავადგი. ხო, მე ადუღდა ალბათ ის წყალი. კი, ადუღ. ხო, კოტე ბაბუა. ხო, კოტე ბაბუა. კი. ვიცი რომ ეზოში ხართ, მეც დაგინახეთ. ხო და რა? ვისთან? შალვასთან? შალვა ვინ არის? ბაბუა? ხო, ძალიან კარგი და ის გოგო თვითონ არ მოსულა? რა? ბაბუა მოიყვანა? აჰა, კარგი. კი, ამოვიდეს. ამოვიდეს უხარ. თამაშები აქ ამაიფოს და. შენ სახში რა გინდა? ცეკვაზე არ უნდა იყო, ჰა? თავარია თეკლა არა სახში. მე, შენ და ბაბუა ასე ჩვენთან ხდით. სად არის თეკლა? პატასთან არა სახლში. რა? რა უნდა პატასთან, რა უნდა? მე, ნუცა და თეკლა ასე შევთან ხდით. მოიცადე, აბა ეხლა ის გოგო რომ მოვა, ვინ დავახვედრო აქ? არ ვიცი, მე, შენ და ის გოგო შევთან ხდით. რას მაიმუნობ ნიკა, ჰა? კი არ მაიმუნობ, დისკის ფულს ვაგროვებ. ოხმე რა. ვაიმე, მოვიდა. რა ვქნა ახლა, როგორ გამოვიყვანო პაატა იქიდან აქ? თუ შევთან ხდებით, მე გამოვიყვან. ხო და ბოლოს უკვე მარილი. ხო, მარილი გემოვნებით, ხო? ისე რა ადვილი ყოფილა პაატა და მე კიდე რა რთული მეგონა ჩახოხბილი უკვე მზად არის. ჩახოხბილი მზად არის. აი, ხედავ როგორ დავახლოვდით, ჰა? თეკლა, როგორ დავახლოვდით, ხედავ? ჭადრაკს თამაშობ? მე? ხო. ჭადრაკს? ბავშვობიდან თეკლა რას ლაპარაკობ? მართლა? კი, როგორც იყვნენ ჭადრაკთან ერთად ავიდგი ფეხი, ხო? კი. აი, მე მგონი რაღაცა სიმღერაც არის, ხო ისა რა ქვია, როგორ არის? როგორც ამბობენ, ჭადრაკთან ერთად ავიდგი ფეხი. მოიცა, ფეხია თუ გედი მანდ? ავიდგი გედი. არა, არ იქნება ეგ სიმღერა, არ იქნება, არა. არ ყოფილა ეგ სიმღერა, შემეშალა, ხო. პაატა, კარგად თამაშობ? მე? ხო. შენ? ისე რა, საშუალოდ. მოდი ვითამაშოთ. თუ საშუალოდ, მაშინ არ გვინდა თეკლა თამაში, იმიტომ რომ არათანაბარი ძალები იქნება. მე ძლიერი ვარ, თეკლა. ხო, კარგი პაატა, აი ვითამაშოთ და თუ მომიგებ, მაშინ სასეირნოდ წავიდეთ ერთად. მოიცა, თუ მოგიგე რა, ეხლა რა, არ გინდა წავიდეთ სასეირნოდ? კარგი თეთრებს დაგითმობ. თეკლა მოპატი ერთი წუთი. მიდი. ვინ არის რა უნდა კაცო? ბავშვი, თეკლა. არის ბავშვი. ლაშაბიძემ თქვა სასტრაფოდ გამოვიდეს. ბავშვი, არ ცალია, უთხარი არ ცალიო და მერე გამოვა. მიდი, უთხარი არ ცალია, რა ხო ხედავ? თეკლას რომ დაუძახოს. ხო, კარგი, მიდი წადი შენ და უთხარი გამოვა. ეხლავე გამოვა, ხო, მიდი, შედი და გამოვა ეხლავე, მიდი. ვა, დაიწყე უკვე. ხო, თეკლა მე რაღაცა საქმე მაქვს და გავალ და მალე დავბრუნდები აუცილებლად. მოდი აი ესე ცოტა ისეთი რთული სულ არ ვიფიქრე შემა. ნუ იჩქარებ თეკლა, ცოტა ისეთი სულებს ვაკეთებ ახლა, ცოტა. თეკლა მე იცი რა არის, საქმე მაქვს და ძალიან მალე დავბრუნდები.
თეკლა მოდი რა გავალ და მალე მოვალ. კარგი? ხო, აი ახლავე დავბრუნდები, კარგი? მოდიში თეკლა. შენ მანამდე იფიქრე, მე მგონი ცოტა რთულისვლები გავაკეთე და. კარგი, მიდი. კარგი თეკლა, მოდიში მალე დავბრუნდები. აჰა, ელისო, ხო? დიახ. აჰა, ძალიან კარგი. ესე იგი, ელისო, თქვენც ბაბუის გამო დათანხმდით ამ შეხვედრას, ხო? შემაწუხა. ჩემი მეგობრის შვილი-შვილიაო, გადასარევი ბიჭიაო, შეხვდი და დაელაპარაკეო. იცით რა არის? ავად არის და არ მინდა ვანერვიულო. თან ორივე ქვემოცხედან და ხო, კი, მესმის, მაგრამ ხო, რა ვიცი, თქვენც შეხვდით ერთმანეთს და ელაპარაკეთ, რა იცით რა ხდება? ხო. და თქვენ დაოჯახებული ხართ? მე ამ წუთას არა, მაგრამ ისე შიგადაში კი. რა ეხლა მოგიდა არ შეიძლება რა. მოდი პატა, მოდი, გაიცანი, ეს არის ელისო. გამარჯობა. ელისო. პატა პეტოპიტი. სასიამოვნო. ჩემთვისაც. ლაშა ისა, მეჩქარება და აბა გისმე რა არის და უნდა რა გიჩქარება, დაჯექი მან და ელაპარაკი ადამიანს. ისაუბრეთ თქვენ. აჰა, მიდი, ისაუბრეთ, ხო, რა ვიცი. არი ლაშა ეხა რა არის ვერ გავიკი ჰა? გასყარდი. კოტებაბუ გადაგიბირა ხო შენც ეხლა ჰა? გადაგიბირა არა შენც ეხლა. ნუ უყურე ეხლა ამას გამიშვი მეთქი. გაჩერდ, არ გაგიშვებ. არ გამიშვებ? არა. უკაცრავად. მიდი, მოდის ხოლმე კი. აივანზე უყარს გასვლა. ხო, ეს წვიმა ხო არ მოდის მეთქი შემოწმიდა. ხო. მიდი, და დასხედით. ლაშა, გამიშვი მეთქი გეუბნები. არ გაგიშვებ. გამიშვი ლაშა იცოდე. არა, ლაშა გამიშვი. მომისმინე, ეხლა შენ რა მოგვიდა დაწყალდი პატა, რა გინდა მაინდა შემოვიდეს კოდება ბუა შენთან და შენ და თეკლა შეგიშალოთ ხელი? როგორ უნდა გაიგოს, ჰა? როგორ უნდა გაიგოს? აი კარგი დახურა. ელის, ხო? დიახ. ასაგებია. როგორ არის შავა ბაბუა ეს? კარგად. ძალიან ბევრ რაღაცებს მიყვება ხოლმე თქვენზე. უი, მართლა, ხო. რაო, აბა. პატარაობიდან მახსოვს. ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. რას ლაპარაკობ? ვინ იყო საყვარელი ბავშვი? მე ვიყავი საყვარელი. არ დაიჯერო ელისო, რას ლაპარაკობ? რანაირად ვიყავი მე საყვარელი ბავშვი? მე პატარა რო ვიყავი, ისეთი ცუდი ბავშვი ვიყავი, გაზონზე დავდიოდი ხოლმე და ფეხით ბალას თელავდი ხოლმე. ისეთი ცუდი ბავშვი ვიყავი და კატებს ვაწვალებდი, კიდე წარმოვიდი, კატებს ვაწვალებდი ხოლმე ელისო, ხო? ისე ელისო თქვენ გიწვალებიათ კატა? ბატონო, რა მითხარით? იქნებ სხვა თემაზე გვესაუბრა. სხვა თემაზე? კი ბატონო. დიახ. სხვა თემაზე. კარგი, გასაგებია, ვისაუბროთ სხვა თემაზე. თუ გიყვართ წიგნები, რომელი ნაწარმოები გიყვართ? ელისო. რომელი ნაწარმოები? ანუ წიგნი, რომელი, აბა? რომელი? რა, მიყვარს ძალიან. ესე უცებ როგორ გითხრათ? მართალი ხარ, ძნელი, ესე უცებ როგორ უნდა გითხრა? აბა ძნელია, ხა რომელი ნაწარმოები გიყვარს, იცით რატო? იმიტომ რომ საერთოდ ნაწარმოები თავისი შინაგანი აგებულებით და მეაბარეობით ძალიან სულთან ისე ახლოს არის, რომ მე რო ეხა თქვენ გიკითხებთ, რომელი ესე უცბად როგორ უნდა გამცე პასუხი. მოდი ეხა შენ მოიფიქრე და მე ცოტა ხანში მოვალ, ხო? მოდი ამას წავიღებ მე, ზოგან ისეთი სიბნელეა.
რა ჭირს ამას? პატას? თვითონ პატას? ხო, რა ვიცი, აი ესე მოეწონეთ ეთყობა. კი, საერთოდ როცა მოწონს გოგოები, ესე დადის ხოლმე. დადის და გავალ მივხედავ თორე ამ ეიფორიაში რამე არ მოუწიოს თავს. კარგი, ლაშა. ორი წამი დაგდო. სად არის პატა? შევიდა. რატო შეუშვენი კა? რატო შეუშვი? რა ვიცი, გადავიხდიო და მე კიდე დისკის ფულს ვაგროვებ. Kish. ეს რა არის? სანთელია რა. და რა თქინდა სანთელი? ხო, ბებია ჩემის გარდაცვალების დღეა და რა ვიცი. ეს დაემთხვა და თან უყარდა ჭადრაკი და გადმოვდე ფაქეთი იყოს. კარგი. თეკლა ძალიან დიდი ბოდიში პატა. ერთი წუთი გამოდი და მე თავს აღარ შეგაწყე. კარგი ხო, ეხლა ვიგამოვალ. თეკლა ბოდიში ხო? პატა, რასთან იხარ იქით აქეთ? არაფერი თეკლა, შენ სახში მაქვს აიმანი გოგოსთან და. კარგი იუმორი და მალე დავბრუნდები, მალე, ხო, ძალიან კარგი იუმორი მაქვს და მალე დავბრუნდები, ხო. რა არის, რაშა, რა ხდება, რა გინდა ეხლა, მითხარი, აბა დროზე რა. აი, ეს გამომართვი, კოტებაბუა მამოაგზავნა. და მიართვასო. კოტებაბუა მიართვასო? ძალიან კარგი, გასაგებია. მოიცა, სად მიდიხარ? სად ელისოს მიართვასო? ელისოს მიართვასო? ხო, ელისოს მიართვასო. თუ სადარბაზოდან გამოსული ყვავილებით ხელში არ დავინახეო, არ დავიჯერებ რომ პატა შეხვდაო. გასაგებია, ესე იგი ელისოს მიართვას თაიგული. გასაგებია, ერთი წუთი ლაშა. ეხლა მივართვე ელისოს თაიგულს. ხო გითხარი, ასე იზამს თქო. ხო, მითხარი. ხო და წააგე. ცოტაც და დისკის ფული მექნება. ელისო, მოგზანდით, დიდი მადლობა. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა. ელისო, მე ეხლა წავედი დედოფალი მელისო. ეს ისე ექსპორტად ლექსი, რა ჩემდა. საერთოდ მიყვანს ლექსების ხზავ. და იცი რა, ბაბუჩემ რო დამიჯეროს, გეხვეწები ერთი ფოტო. ერთი სურათი გადავიღე. მე გადაგიღებთ. კი, არა, გადი, გაჩერდი შენ ამას ტელეფონი არ მომისცე. დადეკი? რა ხდება? ოჩახ პატა. ოჩა. გამარჯობა. ეს თქვენია. ნახვამდის. კარგად, ნახვამდის, კარგად პატა, კარგად. ხო, პატა, წააგე ისე. წავაგე, ხო. წავაგე. ყველაფერი წავაგე. პეტო. რა იყო ბავშვი? აი შენი აიფონი გამომართი. მადლობა ბავშვი. ყველაფერი კარგად იქნება პეტო. გარი ტიპი ვარ. რა ხოხბე, რის ხოხბე? მიდი ისწავლე ჭადრაკის თამაში მოუგე შეხვდი რა. აგინდა ლუცა. ნახე მამა. ჩემი არის საათი? ხო, შენია. ჩემია? გაჩუქე. მართლა? რა მაგარია, ძალიან დიდი მადლობა, არც კი ვიცი რა გითხრა. როგორ გითხრა? მითხარი გოგა. აი ძმა ხარ რა.